7 ნაბიჯი იმისთვის, რომ დაამარცხო სიზარმაცე და გახდე დისციპლინირებული. ნაბიჯი პირველი: ტკივილი და სიამოვნება. შენ, როგორც ადამიანი, ყოველთვის ირჩევ იმ გზას, სადაც არის ნაკლები ტკივილი და მეტი სიამოვნება. გახადე სასარგებლო მოქმედება სასიამოვნოდ და მავნე არაკომფორტულად. მაგალითად, დილით როცა გაიღვიძებ იმისთვის, რომ აარიდო ბრმა სქროლვას თავი, დატოვე ტელეფონის სხვა ოთახში და ტელეფონის ნაცვლად კალამი და ფურცელი გედოს, რომ დღე დილიდანვე სწორად დაგეგმო. ნაბიჯი მეორე: პატარა ნაბიჯები. 5 წუთიანი ვარჯიში ჯობია 0 წუთიანს. იმიტომ რომ დისციპლინის ჩამოყალიბების დასაწყისში ტვინი თანხდება მცირეოდენ სტრესს. ნაბიჯი მესამე: ერთი ფოკუსი. თავდაპირველად ჩამოაყალიბე მხოლოდ ერთი ჩვევა და არა 3 და 5. თორე ფსიქიკა ვერ გაგიძლებს. ნაბიჯი მეოთხე: პირველი გამარჯვება. აუცილებელია დასაწყისში ტვინს მისცე პოზიტიური იმპულსი. და ეს პოზიტიური იმპულსი წამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვინი დაინახავს პატარა შედეგს მაინც. ნაბიჯი მეხუთე: სისტემა ნებისყოფაზე ძლიერია. გარემო წყვეტს შენს წარმატებას. მოიშორე ტრიგერები. გაწერე მომდევნო დღის მოქმედების გეგმა წინა საღამოთი. ნაბიჯი მეექვსე: დოპამინი. თუ მუდმივად სკროლავ, არაფრის ენერგია არ დაგრჩება. მოიშორე ზედმეტი მომენტალური სიამოვნებები და მოქმედების სურვილი ავტომატურად დაგიბრუნდება. და ბოლო, მეშვიდე ნაბიჯი: კონტროლი. შედეგის დატრეკვის გარეშე, შენს ტვინს დაავიწყდება რისკენ მიდის. ყველა პატარა მიღწევაც კი დააფიქსირე. დისციპლინა არა სასჯელი. ეს ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლება. ბრუსლი. დაიმახსოვრე ეს ვიდეო, რომ არ დაგეკარგოს.